გამსაშინე მომიდა იესო მომიცა იოსებ არიმათიელი ჩვენი მზრახველი რომელი იგი სამოელო და სასუფეველს საფისასა იკადრა და შევიდა პილატესა და მოითხოვა გვამი იესოსი ხოლო პილატე დაუპირდა უკეთუა შემოგდა და უშოდა სისთავსა მას და კითხა უკეთუ ადრევე მოგდა და ისავა ასისთავისა მისგან ესედა მართლა გვამი მისი იოსებს და მან იყიდა არ დაგიდა გარდა მოსნა იგი ჯვარისა მისგან და წაგრაგნა იგი და გიხსნა დაასვა იგი საფლავსა რომელი იყო გამოკვეთილი კლდისაგან და მიაკორვალოდი ართასედა მის საფლავისასა იყო მარია მაგდალენა და მარია იოსესი და ხევიდესა და დასდეს მას
საერთოდ ყოველი კვირა არის აღდგომის დღესასწაული, აღდგომის განახლება. დღეს აღდგომიდან მეორე კვირა ჩვენ მივხვდით, რომ არის დღესასწაული წმინდა დიდმოწამე გიორგისა. ჩვენ ვიცით, რომ ყველა დღე საქართველოში იყო გიორგობა, სხვადასხვა რეგიონებში, სხვადასხვა მხარეებში. ეს ტრადიცია ეხლა ახდა და კალენდარშიც ეხლა შეიტანეს, რომ სხვადასხვა რაიონში, სხვადასხვა სოფელში, სხვადასხვა დროს ყოველ დღე იყო სადღაც მაინც გიორგობის დღესასწაული და მეორე კვირა აღდგომიდან ყოველთვის იყო მარტყოფის წმინდა გიორგის, ჩვენ ვეძახით აბანი წმინდა გიორგის სალოცავის დღესასწაული. ყველგან დაკარგული იყო ეს ტრადიცია, მაგრამ მარტყოფში ეს არასდროს არ შეწყვეტილა, ყოველთვის იყო ითავიდან მოდიან ჩვენი მამაპაპიდან, წინაპრებიდან, რომ ეს დღესასწაულებოდა აღდგომის მეორე კვირას. დღესაც ზუსტად ის დღეა, აღდგომის მეორე კვირა დღე, წმინდა გიორგის დღესასწაული. ჩვენ ტაძარში სიმცირესაც ეთქობა, რომ ყველა ხალხი იქ არის წასული სადღესასწაულოდ, ისე ვუყვართ, ისეთი ძალას და შესაძლებლობას გქონთ ჩვენი ხალხი და არა მარტო ჩვენი სოფელი, სხვადასხვა მეზობელი სოფლებიდან მოდიან და დღესასწაულობენ და ატარებენ წმინდა გიორგის. ეს ტაძარი მდებარეობს მარტყოფის ველზე, მარტყოფის თავში, მარტყოფის ველის სათავეზე, ამაღლებულ ადგილზე, გორაკზე და როგორც სხვა დროს მრავალჯერ წმინდა გიორგის შემწედა მფარველი იყო ჩვენი ქვეყნისა, ჩვენი ჯარისა და ყოველთვის იბრძოდა ქართველთა ჯარის შესაძლებლად გასამართლებლად. მის სახელზე აგებულია ეს ტაძარი და წმინდა დიდმოწამე გიორგი ამ დროსაც მარტყოფის ბრძოლის დროსაც გვეხმარებოდა, მფარველობდა და ამიტომაც ესეთი გაუწონასწორებელი ბრძოლა ძალიან მალე სულ რამდენიმე წუთში დამთავრდა და გადაწყდა ბედი საქართველოსი, როგორც ისტორიკოსები ბრძანებენ და ვიცით ჩვენ, რომ წმინდა გიორგი ყოველთვის ეხმარება, ყოველთვის შემწია, ყოველთვის მფარველია, ამიტომ განსაკუთრებით უყვარს დიდმოწამე გიორგი ქართველ ხალხს. წმინდა გიორგი ცხოვრება გაიარა ქართველმა ერმას, მრავალჯერ დაჭრილი, სისხლისგან დაცლილი, ისევ აღდგებოდა და ისევ ღვთის სადიდებლად მოიმართებოდა ხოლმე ერი და ისევ იმარჯვებდა თითქოს აღგვილი უკვე პირისაგან მიწისა და ისევ ღერს ედგებოდა და ისევ ღვთის შეწევნა და წმინდა დიდმოწამე გიორგის მფარველობა იცნობოდა ჩვენებზე ყოველთვის. ღმერთმა დაგლოცოთ, შეგეძლოთ წმინდა გიორგი.